მეგობრებო, გასვლა ვნახოთ ახლა ესეთი თემატიკით. ჩაფიქრეთ თქვენი თავი და თქვენი პარტნიორი და თემა იქნება როგორი ურთიერთობა უნდა. რისთვის უნდა ხართ, რა უნდა თქვენგან საერთოდ თქვენ პარტნიორს. ეს იმ ნაწილისთვის იქნება, ვისაც ვერ გაგიგიათ ბოლომდე. რა ხდება, როგორ ხდება, რა უნდა საერთოდ ამ ადამიანს. იმისთვის რომ მივხვდეთ რამდენად თქვენზე ეს გასვლა პატარა იდენტიფიკაცია ვნახოთ, რა ხდება ახლა თქვენ ურთიერთობაში. თუ ეს გასვლა დაემთხოვა უყურეთ ბოლომდე, თუ არ დაემთხოვა და იდენტიფიკაციაში შეტყობთ, რომ თქვენი არ არის, შეგიძლიათ ასკროლოთ, ან გადმოხვიდეთ ჩემ გვერდზე და არჩიოთ თქვენთვის სასურველი თემატიკა და გასვლა, ლაიკები არ დაგეზაროთ ენერგოცვლისთვის, გაზიარება, შენახვა და ყველაფერი, რასაც მოიცავს ენერგოცვლა, ასევე გამოიწერეთ ჩემი გვერდი. TikTok-ზეც, YouTube-ზეც და პირადი გაშლებისთვის შეგიძლიათ მომწეროთ წილებში. რა ხდება თქვენ ურთიერთობაში? სიყვარული არისო ჩვენებენ. მზე ამოდის პირველივე 19 მაღალი არკანი პირველივე კარტი, ამის გამო პირველი არკანი არ არის. ადამიანი თასებით არის, ემოციებით არის თქვენთან მიმართებაში განწყობილი, შეიძლება წარმოადგენდეს წყლის ტიქის წარმომადგენელი, შეიძლება იყოს თევზების, კიბურჩხალას და მორიელის ნიშანი. ამას წინათ კომენტარი იყო ასეთი თევზებზეც გამიშალეო და კონკრეტულად ჰოროსკოპზე არშლი ხოლმე თავისით მიჩვენებს ენერგიები, რა სტიქია შეიძლება წარმოადგენდეს პარტნიორი. შეიძლება პარტნიორი წარმოადგენდეს თევზების კიბურჩხალას და ან მშულდოს მაპატეთ მორიელის ნიშანს, წყლის სტიქიას ესენი წარმოადგენენ, მაგრამ აუცილებელი არ არის. ადამიანი არის ძალიან ემპათიური, თბილი, მოსიყვარულე, რომანტიული, გრძნობიარე ტიპაშია ძალიან უყვარს თავის თასების და ემოციების, ასე ვთქვათ, მიწოდება სამყაროსთვის. ასევე არ არის გამორიცხული, რომ რაღაც ნაწილისთვის იყვნენ წარმომადგენლები თქვენი პარტნიორები ლომის ნიშნის, იმიტომ რომ მათი პლანეტა არის მზე და ესეც არ არის გამორიცხული. მაგრამ ძირითადი ნაწილი იქნება მოკლედ წყლის სტიქიის წარმომადგენლები და ასევე შეიძლება ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი კონკრეტულად ლომებზეც იყოს საუბარი. თუ ვიტყვით თქვენ ურთიერთობაში რა ხდება, შეიძლება მენტალური ცვლილება ეხლა რაღაცნაირად მიმართულება შეიცვალეთ ამ ადამიანისგან, ან ამ ადამიანმა შეიცვალა კონკრეტულად და თითქოს ზურგი გაქციათ და რაღაცნაირად სხვა რამეს რეზონირებდა და ეხლა სხვანაირად იქცევა სინამდვილეში, სხვა რამეს გეუბნებოდათ და სხვანაირად იქცევა, ასე შეიძლება იყოს, შეიძლება კონკრეტულად მენტალურ მდგომარეობაზე არ იყოს და რაღაცა ზურგის ჩვენებაზე ერთმანეთის მიმართებაში, მაგრამ იყოს სიტუაცია, რომ გადაადგილებაში შეიძლება იყოს 6-იან ხმლით, არ არის გამორიცხული, ეს შეიძლება იყოს უბრალოდ სამუშაოდან გაგზავნილი რაღაცა პროექტის განსახორციელებლად, რაღაცა მოლაპარაკებებისთვის, რაღაცა ჩავიდა და ჩამოვიდა დასასვენებელ მდგომარეობაში, მივლინება შედის, ასევე შეიძლება ემიგრაციაში რაღაც პერიოდის უწევს წასვლა, ან საზღვარგარეთ არის უბრალოდ რაღაცა დასვენების ეტაპზე წასული, რაღაცა ცვლილება, რაღაცა გადაადგილება მისი, უფრო მეტად მისი, ვიდრე თქვენი ამ სიტუაციიდან, თუმცა სიტუაციაში არის რაღაცა სიყვარული, სითბო, ერთმანეთის გაგება, დღესასწაული, ერთმანეთის შეხვედრა, ერთმანეთისთვის დათბობა, ენერგეტიკული რომანტიზმი და სიყვარული. კალოდეს ძირში ამოდის იმპერატრიცა, მესამე მაღალი არკანი. ეს არის ადამიანი, რომელიც 4-ვე დედოფალს მოიცავს და ძალიან ძვირფასი ქალი ხართ მისთვის. გაშლა ორივე სქესისთვის არის. გეტყვით, მამაკაცებმა თქვენ თავზე მოიგეთ. მოკლედ, სითბო და რომანტიზმი არის თქვენ ურთიერთობაში, თუმცა რაღაცა პერიოდი შეიძლება ბოლო პერიოდია მენტალურად თითქოს გაცივდა, ან ზურგი გაქციათ, ან რაღაცა თემატიკაა ისეთი, რაც ერთმანეთს ვერ ხვდებით გადაადგილების გამო, ტერიტორიული გადაადგილება შედის, ასევე მენტალური გადაადგილება, თითქოს ცვლილება შედის მისი მსოფლმხედველობის თქვენთან მიმართებაში. თუმცა ამ ადამიანს თასები და სიყვარული და ემოციები აქვს თქვენთან მიმართებაში. ორმხრივია ეს ყველაფერი მზით, მინდა გითხრათ, მაგრამ რაღაცა ეგოცენტრიზმზეც არის აქ საუბარი. მზე
მინუსში თუ ვიტყვით, შეიძლება ადამიანს ეგო მაღალზე აქვს და პირველ რიგში აყენებს თავის სურვილებს და თავის ემოციურ ფონს, მე რა მჭირდება, მე რა სურს, მე რა გეგმა A და გეგმა B მაქვს ცხოვრებისეული და რა არის პრიორიტეტი ჩემ ცხოვრებაში პირველი, მაგალითად სამუშაო თემატიკა, ან ნომერ პირველი რაღაცა საბუთის გაკეთება, რაღაცა, ყველას თავისი აქვს დეტალები საერთო გაშლაში და ასე ვთქვათ, რომანტიზმი ცოტა მეორე ან მესამე ადგილზეა ჩემთვის ეხლა მომენტში და ერთგვარად თქვენზე ეს ცოტა არ იყოს ხასიათის ცვალებადობას მინიმუმ იწვევს ის, რომ ნომერ პირველი მაგალითად მის პრიორიტეტებში დღესდღეობით თქვენ ჯერჯერობით არ ხართ. ესეთი ენერგეტიკული ფონია, თუ ატყობთ, რომ თქვენზეა ეს გაშლა და თქვენზე იქნება, რაღაცა ნაწილი მაინც შეატყვეთ, რომ დაახლოებით თქვენზეა, უყურეთ ბოლომდე და გავიგოთ მაშინ. მოკლედ, გავიხსენე გაშლა, როგორც ყოველთვის მოვიწყდება ხოლმე იმდენს ვსაუბრობ. ჰეიტერებს სალამი. რამდენსაც მინდა იმდეს ვისაუბრებ ჩემ გვერდზე, ჩემ გაშლაში და ვისაც არ მოგწონთ, შეგიძლიათ ასკროლოთ. როგორც მინიმუმ, თორე დაიბლოკებით ერთი გაფრთხილების შემდეგ. ესე იგი, რა ურთიერთობა უნდა ამ ადამიანს და საერთოდ რა უნდა თქვენგან გავიგოთ. თუ ატყობთ იდენტიფიკაციას, რომ თქვენზეა ეს გაშლა და სიტუაცია შეატყვეთ, რომ დაახლოებით რაღაცა ინფორმაციის მომცემი მაინც იქნება თქვენთვის. ტულშეზლია მოდის. ეს ამ კაცზე ძალიან მიყვარს ეს ტულშეზლი, ეს არის ოჯახის ერთგვარი ჟეზლის მთავარი ძალის მატარებელი კარტი, თითქოს აი ქალის ხელშია, თითქოს მოქმედება, მოძრაობა, შვილის ხელში ყავს, ნახეთ. ცეცხლი და ენერგეტიკა აქვს თქვენთან მიმართებაში. იმაზე მეტი ცეცხლიც აქვს, ვიდრე თქვენ ფიქრობთ, ეს ფიზიკური კონტაქტები და ინტიმი, ვისაც გაქვთ იმ ადამიანებს გულისხმობ, მხოლოდ ეს ინტიმური სფერო და ასე ვთქვათ, ცეცხლი არ უნდა მას თქვენთან. პაშტასით ასევე აქვს ემოციური ფონი. თუ შვილი გაერთიანებთ და საერთო შვილი ყავთ, გეტყვით, რომ ძალიან ასე ვთქვათ, ცეცხლოვანი ქალი ხართ და ცეცხლოვანი ადამიანი ხართ, ვისაც ენდობა თავისი შვილის აღზრდას და ძალიან უხარია, რომ თქვენ ხელშია მისი შვილი, კარგ ხელშია, ასე თulis და სანდო ხელშია, მოკლედ მისთვის წარმოადგენთ სანდომიან ადამიანს, მანდილოსანს ამ შემთხვევაში და უნდა რომ ძალიან კარგი მომავალი ერთად ჩამოუყალიბოთ ამ თქვენ შვილს, პაშტასით ასევე ბავშვის კარტია ესეც, ძალიან დიდი სიყვარული და ემოციური ფონი აქვს აი ამ თქვენი ოჯახური კავშირის, ვისაც ოჯახი ყავთ მეუღლეებზე აქ ამ შემთხვევაში საუბარი, ან შეიძლება ოფიციალურ ხელმოწერის ჯვისწერის რეჟიმში არ ხართ, მაგრამ ერთი თანაცხოვრება გაქვთ და შვილი ყავთ, ან შვილს ელოდებით, აი ესეთი უფრო მეტად ელოდებით ენერგიაა, ან ფეხზიმეთ ხართ და უკვე ელოდებით შვილის მოვლენებას ამ ქვეყანაზე, ან ერთგვარი იდეა არის, უფრო იდეა არის მასში იმისი, რომ ძალიან კარგი დედა იქნებით და კარგი მომვლელი მისი შვილის. ეს მდგომარეობა ძალიან უნდა მას, რომ თქვენ იყოთ მისი შვილის აღმზრდელი და მომვლელი და ერთგვარად როგორც მისი შვილის დედათ აი ესე წარმოგიდგენთ ხოლმე, რაზეც ამაზე საუბარი არ უნდა, იმიტომ რომ ცოტა შიშები აქვს იმისი, რომ ტვინის ბურღში არ გადაიზარდოს შემდგომ აი ეს ოჯახური მდგომარეობა უკვე მაპატიეთ შემდგომში არ გადაიზარდოს რაღაცა მოვალეობად და აი შენ ესე უნდა გააკეთო და შენი მოვალეობა მამამ ესე უნდა ქნა და მეტი პასუხისგებლობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ამის შიშები აქვს, მაგრამ ძალიან უნდა რომ გიხილოთ მისი შვილების დედად, თუ უკვე მისი შვილების დედა ხართ და გაერთიანებთ საერთო ჭერი და შვილები და ოჯახი, ამ შემთხვევაში მაშინ გეტყვით, რომ რაღაცნაირად უნდა ტვინის ბურღვის გარეშე რომ შვიდათ და თანასწორ ქლებაში, თანასწორ მდგომარეობაში აღზარდოთ თქვენი შვილები, თქვენი საერთო შვილები და ეს იყოს რაღაცნაირად ტანდემი თქვენი ორივეს სინდისიანად აღზრდილი შთამომავლის, ასე ვთქვათ. ასეთი მდგომარეობა უნდა, კიდევ რა უნდა თქვენგან.
ეჭვიანობას გრძნობს, რომ აქვს თქვენთან მიმართებაში და თასიც აქვს ორიანტასით, ძალიან ბევრს ეჭვიანობს. თუ შორის ხართ და ერთ ოჯახად არ ხართ, გეტყვით რომ აკვირდება თქვენ სოციალურ ქსელებს და მიწერ-მოწერა და მთელი ამბები აქვს, მაგრამ შიშები აქვს, რომ ეჭვიანობამ არ დაუნგრიოს ის სტაბილურობა